ჩვენთვის ბუნებრივია ხო ამდენ დღით დავიწყებ. უკვე ცნობილია რომ პრეზიდენტი არ აპირებს მისვლას. რაიმეს თქმელია თუ არა ეს მესიჯი ან პრეზიდენტი რო არ იქნება ნაციონალების მიერ დაანონსებულ აქციაზე და შემდეგ კითხეთ. იცით რა არის ახლა პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, ამავდროულად არის პარტიის თავმჯდომარე. ალბათ თვითონ არ უნდა ახლა რომ თითქოს და რაღაც ნაცმოძრაობის მეთაურივით გამოდის რუსთაველზე და მე ვფიქრობ რომ პალინდროდი დღე მაინც ისე ჩაივლის როგორც ჩვეულებრივი დღე. მე იმეც ვიტოვებ რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ისეთ ზომებს, როდესაც ერთის მხრივ მიეცემა საშუალება მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა პოლიტიკური გემოვნება აქვს, გამოხატონ თავისუფლად სიტყვა და რეალურად ისარგებლონ კანონით მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ და ამავდროულად ყველანაირი ექსცესი თავიდან იქნება აცილებული, როგორც პრევენციულად, ასევე იმ შემთხვევაში თუ ვინმეს რამე აქვს ჩაფიქრებული, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ლოკალურად ძალიან სწრაფად უზრუნველყოფილი წესრიგი, რომ არ მოხდეს რაღაც მოვლენების განვითარება უფრო მწვავედ. ხო არ ფიქრობთ რომ პრეზიდენტის არ მისვლა განაპირობა იმას რომ ნაციონალურ მოძრაობაში არის შიდა დაპირისპირება და ორად არის და ასევე ჩაგკითხებით ხო არ ფიქრობთ რომ ესე ვთქვათ გუშინ გაკეთებული თუნდაც მარიკა ვერულაშვილის განცხადება მეტყოლებს იმაზე რომ ნაციონალები დაიყვნენ ორ ჯგუფად ეს არის ვანო მერაბიშვილის პარტიის წევრები და ახალაიების ნაციონალები ასე მე ვფიქრობ რომ უფრო სამ ჯგუფად გაიყოფიან და ეგ რეალურად ის შიდა დინებები ნაცმოძრაობაში ყოველთვის იყო უბრალოდ ნაცმოძრაობა ვინაიდან იყო ხელისუფლებაში ყველას ყოფნიდა ის სივრცე საიდანაც სარგებელს იღებდა ამიტომ მეტნაკლებად ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენთვის ვიზუალურად თორე შიგნით გავლენის მოსაპოვებლად რაღაც ფინანსური რესურსების ხელში ასაღებად ყოველთვის იყო დაპირისპირება ეს დაპირისპირებაც კიდევ რომელზეც თქვენ საუბრობთ ზუსტად ამან გამოიწვია რომ ვიღაცებს ჰქონდათ მეტი, ვიღაცებს სჭირდებოდათ უფრო მეტი, ვიღაცა არ უთმობდა, ვიღაცას ამბიცია წუხებდა და ეს ჩვეულებრივი ამბავია მაშინ, როდესაც რეალურად სისტემა აწყობილია იმაზე, რომ ვიღაცისთვის კანონი არ არის. თვითონ ნაცმოძრაობაში იცით რომ იყო ვანო მერაბიშვილის ფრთა, თვითონ ბოკერია უგულავა თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა ლიბერალები და ამავდროულად ვანო მერაბიშვილიდან გამოკვეთილი ის ჯგუფი, რომელიც გაძლიერდა და რეალურად გაუჩნდა ამბიციები იმდენი რესურსის კონტროლისა, როგორც ჰქონდა ვანოს და ადეიშვილს. რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, რომ წლების მანძილზე სისტემამ ისე მისცა საშუალება ორ ადამიანს ეკონტროლებინათ ქვეყანა, რომ რეალურად გაყოფილი ჰქონდათ სივრცეები, ვინ აკონტროლებდა რას, ადეიშვილი აკონტროლებდა ერთ ბლოკს, ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა მეორე ბლოკს, ამასობაში ალასანია გახდა ფიგურა, ახალაია გახდა ფიგურა ნაცმოძრაობაში, რომელმაც ჩათვალა, რომ ბევრი გაუკეთა ნაცმოძრაობას და ამავდროულად სურვილი გაუჩნდა ისეთივე გავლენების მოპოვებისა, როგორც ჰქონდა მაგალითად ვანოს და ადეიშვილს. ახლა იქ შეიქმნა ძალიან უხერხული მდგომარეობა, წარმოიდგინეთ წლების მანძილზე გაყოფილია ძალაუფლება და ვიღაცა ცდილობს იქ შესვლას, მაგრამ ამავდროულად ჯერ კიდევ ისინი ძლიერები არიან, მაგრამ ამასაც ვისაც უნდა საკმაო ბერკეტები აქვს უკვე ხელში, რომ ვიღაცეები ჩააჩუჩოს. ეს ყოველთვის ესე ხდება, რომ საბოლოოდ კონფლიქტი სრულდება. რაც შეიქმნა თვითონ მარიკა ვერალაშვილს, მე ვფიქრობ, რომ ერთია რომ მან დატოვა ფრაქცია და ჩემი პირადი აზრია ალბათ შემდგომში აღარ უნდა ესაუბრა იმაზე, რაზეც ისაუბრა, იმიტომ რომ ძალიან გვიანია ამაზე საუბარი. თვითონ ნაცმოძრაობაში ამ ადამიანებს ჰქონდათ წლების მანძილზე საშუალება, რომ თუნდაც გაეკეთებინათ ასეთი განცხადება. მაგრამ როგორი ვითარება შეიქმნა, რომ მანამ სანამ ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ნაცმოძრაობის ელიტას ჰქონდა საშუალება სარგებლის მიღების, ყველა იყო კმაყოფილი. ახლა როდესაც რაღაცნაირად პრობლემები ექნება ამ ორგანიზაციას, ყველას გაახსენდა ვინ ვიზე იყო ნაწყები. ეს არის პრინციპში აბსოლუტურად გამოვრიცხავ, იმიტომ რომ იცით როგორა ახლა ზეწოლა თვითონ ამ ფორმით თქვენ ნახეთ კიდევაც, რომ
საუბარი იყო ზეწოლაზე, რომ მაჟორიტარების გადაბირებას აქვს ადგილი, ნაცმოძრაობის ფრაქციის დაშლას აქვს ადგილი და ხედავთ, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა და რეალურად არანაირი ესეთი რამე არ გამართლებულა, იმიტომ რომ ზეწოლა რო ყოფილიყო, რეალურად არ მიიღებდნენ კიდევაც იმ რაოდენობის ხმებს, რა რაოდენობით ჭირდებოდათ, იმიტომ რომ აი ზეწოლა რომ იყო სააკაშვილის დროს როგორც ერთი ყველა იძლეოდა ხმას, რაზედაც საჭირო იყო. გახსოვთ, გაიხსენეთ 2004 წლის პარლამენტი, როდესაც მაჟორიტარები ჯერ კიდევ ძველი მაჟორიტარები იყვნენ და მაშინ ეს მაჟორიტარები უფრო აქტიურობდნენ, მე მგონი, ვიდრე ნაციონალ-მოძრაობის წარმომადგენლები, ოღონდ ეს იამოვნებინათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისთვის. ისეთი სიტუაცია რო არ არის დღეს პარლამენტში. მე მგონი ხვდებით, მაგრამ მეორეა, რომ ოქტომბრის შემდეგ, ჩემი აზრით, მე ასე ვფიქრობ, რომ თვითონ ნაცმოძრაობიდანაც აი ეს ლიბერალური ფთაც გამოვა აუცილებლად. არა მხოლოდ ადეიშვილის, უпростоრად ახალაიას და თვითონ მერაბიშვილის კონფლიქტი აქ ისინიც გამოვლენ, რომ რამენაირად გაემიჯნონ ნაცმოძრაობას. ახლა შეხედეთ როგორი ვითარებაა. თვითონ ნაცმოძრაობა მთლიანად ემიჯნებოდა უკვე ახალაიებს, ეს ჩანდა, იმიტომ რომ როდესაც ის ჩამოვიდა, ჩვენ ნახეთ, რომ მხოლოდ რამოდენიმე დეპუტატი მივიდა მასთან, მიყვებოდნენ პროკურატურაში, შემდგომში სასამართლო პროცესებზეც 2-3 დეპუტატი დადის, რომელიც უბრალოდ პირადი მეგობრული კავშირების გამო მიდის და პატივს სცემს, მაგრამ თვითონ ნაცმოძრაობა როგორც ორგანიზაცია გაემიჯნა მას, არანაირი განცხადება ნაცმოძრაობის ოფიციალური ტრიბუნიდან ახალაიების მხარდასაჭერად არ გაკეთებულა. თქვენ ხედავთ, რომ ორ კოორდინატორს რო დაიბარებენ ფინანსურ პოლიციაში, ბრიფინგი იმართება ნაცმოძრაობაში, სადაც გენერალური მდივანი გამოდის და იძახის, რომ ჩვენი კოორდინატორები დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, ჩვენზე ზეწოლა და ასე შემდეგ, მაგრამ ახალაიაზე ერთი სიტყვა არ თქვა. ამიტომ თვითონ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას ჰქონდა სურვილი, რომ დისტანცირება მოეხდინა ახალაიასგან და რეალურად თითქოს და ყველაფერი რაც აქ ხდებოდა, ამის დემონსტრაცია უნდათ, რომ თითქოს და დემონსტრირება თითქოს და აქ რაც ხდებოდა საქართველოში, აი ეს ხისტი პოლიტიკას, სიბოროტე, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა რამოდენიმე ადამიანს. ეს არის 3 ახალაია და 1 ადეიშვილი. იმიტომ რომ ადეიშვილი რატომ? იმიტომ რომ თვითონ პრეზიდენტმა კვესიტაძესთან გადაცემაში ინტერვიუს დროს და ვახოსანაიასთან განაცხადა, რომ აი ადეიშვილსაც მადაჭამაში მოვიდა, ძალიან სერიოზულად უკვე გადაამეტა უფლებამოსილებას, კერძო ბიზნესს ართმევდა პროკურატურა ფულს, თითქოს და ეს საქმის კურსი არ იყო ამ ყველაფრისგან და რეალურად მცდელობა იყო გამიჯვნისა აი ამ პროცესების, რომ თითქოს და აქეთ არიან წმინდა პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყანას ეზრუნავდნენ და აი ესეთ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდნენ და იყო რაღაცა 4 ადამიანი, 5 ადამიანი, რომელიც იდგა აი ამ სიბოროტის თავზე. მაგრამ ახლა შეხედეთ, ესენი ხო ამას ცდილობენ, მაგრამ ლიბერალური ფთა შეიძლება კიდე ამათგანაც გაემიჯნოს თავი. ანუ აი ამ მერაბიშვილის ჯგუფსაც გაემიჯნოს და გამოვიდნენ ცალკე, რომ ინტელექტუალები არიან, ლიბერალები, ევროპული ღირებულების მატარებლები და შეეცდებიან, რომ სულ სხვა გზით წაიყვანონ თავისი პოლიტიკური ცხოვრება, ისე რომ თითქოს და ის გაუგებრობის წელები იყო, როდესაც ისინი ერთად იყვნენ. პრეზიდენტი ასევე არა, მე გულისხმობ, რომ მერაბიშვილი იქნება ცალკე, ახალაია და ადეიშვილი იქ არ იქნებიან, მაგრამ მერაბიშვილს გამოეყოფა ასევე იმ ნაცმოძრაობას, რომელიც იქნება ნაცმოძრაობა მინუს 3 ახალაია და ადეიშვილი, შემდგომში კიდე გამოეყოფა ლიბერალური ფთა. ოღონდ ეს ალბათ ოქტომბრის შემდეგ მოხდება ეს ალბათ. გადაცემა პოზიციაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ვინ? რა? რამდენადაც მე წავიკითხე გიგი გულგოლავას პრაღაში მიდის, მე მგონი მივლინებით. იცით როგორა იქ ეხლა რომ არეულია სიტუაცია, ის რომ მოულოდნელი იყო მათთვის ესეთი განცხადება ახალაიას, ეს ფაქტია. თავიდან როდესაც ახალაიას განცხადება გავცელდა, ჩვენ ნახეთ რომ ადრესატი უпростоრად ადრესატი დადგენილი იყო, მაგრამ თვითონ ავტორი ვერ დადგინდა დღემდე. იმიტომ რომ ადვოკატი საუბრობდა რომ ეს არის მისი განცხადება, მაგრამ მეუღლე საუბრობდა რომ არ არის მისი განცხადება, მაგრამ შემდგომში როდესაც მე წავიკითხე გაღიზიანებული ტონით კომენტარი, თუნდაც გიგი უგულავას აი ამ წერილთან დაკავშირებით,
რაღაც დასკვნები გავაკეთე, რომ ალბათ ეს წერილი ნამდვილად ახალა ეს ეკუთვნის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ესეთი გაღიზიანებულები, რომ აი ახალი ეტაპი იწყება უგროაშვილის რაღაც ეპოპეის არ იქნებოდა. ამიტომ ოქტომბრამდე ალბათ ესენი ყველანი ერთად იქნებიან, მინუს ის ხალხი, რომელსაც მე ვთქვი და მაგრამ ოქტომბრის შემდეგ, როდესაც რეალურად უკვე პრეზიდენტს აღარ ექნება ის ბერკეტები და ძალაუფლება, ძალიან ბევრ ახალ რამეს გავიგებთ, იმიტომ რომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს განცხადება არ არის ისეთი განცხადება, რომელსაც შეიძლება არ მოყვეს რაღაც სხვა შედეგი. ამ განცხადებაში არის მინიშნება, რომ შესაძლებელია დაიწყოს ახალი პროცესები, თუნდაც აი ამ ნაცმოძრაობის მიმართ. თქვენ ხედავთ, რომ კიდევ რაღაც ბევრი ინფორმაცია გავცელდა, თუნდაც არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ ბიუჯეტის ხარჯზე და როგორ ატარებდნენ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს თანხლები პროცესები რაც უფრო დრო არჩევნებამდე მივა, მით უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ ილაპარაკოს რაღაცეები, რომ რამენაერად გაემიჯნოს ამ პროცესებს და და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ნაცმოძრაობაში. პრეზიდენტის განცხადებას როგორ შეაფასებთ? გადაცემა პოზიციაში მან განაცხადა, რომ ახალაია სულ ორჯერ თუ სამჯერ ყავს მას ნანახი. რამდენად რეალურია ეს? კარგი, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალური. მან განაცხადა, რომ ახალაია არც იყო ნაცმოძრაობის წევრი. ახლა კი, მაგრამ ვერც ერთი ახალაია ვერ იქნებოდა ნაცმოძრაობის წევრი, სურვილიც რომ ქონოდა, იმიტომ რომ ორივე ახალაია მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, პოლიციაში, პოლიციის კანონი გძალავს პარტიის წევრობას, ეს ერთი, რაც შეეხება მამას, ის პროკურორი იყო, პროკურატურის კანონიც გძალავს პარტიის წევრობას პროკურატურის თანამშრომლებისთვის, ასე რომ პარტიის წევრობას რაც შეეხება, აქ მე მგონი უკვე ხედავთ ნათელია სურათი, რომ ვერც იქნებოდა სურვილი რომ ქონოდა. მაგრამ გაიხსენეთ ახლა, რას ქვია სამჯერ თუ ოთხჯერ აქ ყავს ნანახი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთ საკვანძო თანამდებობებზე რომელზეც ისინი მუშაობდნენ და მოღვაწეობდნენ და განსაკუთრებით მათი კარიერულ გზას თუ გადავხედავთ, აქ რომ პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე არ ხდებოდა და წახალისების გარეშე, მე მგონი ფაქტია და პრეზიდენტის ახალისების გარეშეც რომ არ იქნებოდა რაღაცა ესეთ თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა ერთი ძმის და მეორეს თავდაცვის მინისტრის და მინისტრის მოადგილე დანიშნა, ეს მეორეა და გაიხსენეთ სააკაშვილის სიტყვები, რომ რევოლუციამდე ის ატარებდა ძირითად დროს ზუგდიდში ახალაების ოჯახში. და ძალიან კარგი კითხვაა. მოდით ესე ვთქვათ, რომ ჩემთვის კითხვა ნათელია, კითხვაზე პასუხი ნათელია, ვინ დაიწყო ომი, იმიტომ რომ ახლა ომი არ დაწყებულა 2008 წელს. ომი დაიწყო მაშინ, როდესაც პირველი ჯარისკაცი სხვა ქვეყნის შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. აქ საუბარი ამაზე არ არის. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის მიზანშეწონილი პარლამენტში ამ საკითხზე დებატების გამართვა, იმიტომ რომ ეს უფრო პოლიტიკური ტრიბუნაა, ვიდრე გამოძიება. მე მიკვირს უბრალოდ პრეზიდენტის და მისი პოზიციის, როდესაც ის ერთის მხრივ საუბრობს, რომ არ არის საჭირო გამოძიების ჩატარება, მაგრამ ამავდროულად საუბრობს, რომ ის მზად არის მივიდეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე გამართოს დებატები ომთან დაკავშირებით. ახლა ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის ინტერვიუს დროს ისეთი რაღაცები განაცხადა, რომ გამოძიება კი არა, მე ვფიქრობ, რომ მისი თითოეულ ეთერს გრიფით საიდუმლო უნდა დაედოს, რომ ბევრმა ადამიანმა არ მოусმინოს. ძალიან სახიფათო რაღაცებს აცხადებდა პრეზიდენტი. ამას ჯობდა რომ ჩვენება მიეცა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე დაჯდა და პირველ არზე საუბრობდა, რომ ამერიკა აპირებდა გვირაბის დაბომბვას, ისინი ამას განიხილავდნენ და გახსოვთ თქვენ ახლა გაიხსენეთ აბა რა მოხდა, როდესაც ეს ამერიკის ფლოტი მოდიოდა საქართველოსკენ, იქ თურქეთი არ ატარებდა. შემდგომში თურქეთის პრემიერ-მინისტრი გაფრინდა მოსკოვში და იქ არწმუნებდა, რომ იქ არაფერი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ წყალია და საკვები პროდუქტებია. და გუშინ წინ ეს ადამიანი ზის და იჯდა და აცხადებდა, რომ იქო ესეთი რაღაცები იყო,
თქვენო ეს მართლა წყალი ხო არა გეგონათ ხო წარმოიდგინეთ რამხელა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თუნდაც ის ადამიანები რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს. ამიტომ პრეზიდენტს ჩვენ უნდა ვთხოვოთ რომ თითოეული მისი განცხადება გრიფით საიდუმლო იყოს დადებული, რატომ? იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ამბობს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანას აზარალებს. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად გამოძიებას. გამოძიების შედეგად, გამოძიების დაწყებაზეა საუბარი. ეს არის არასწორი აზრის ფორმირება, იმიტომ რომ გამოძიება იყო დაწყებული. გამოძიება იყო დაწყებული, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც მოხდა ომი და იქ გამოძიება არ ტარდებოდა. მათ შორის საქართველოშიც გამოძიება ტარდებოდა იმ ომთან დაკავშირებით. უბრალოდ რამდენადაც მე ვიცი, შეჩერებულია ეს გამოძიება, ახალ პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას მხოლოდ რა თქმა უნდა. ამიტომ პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს რა? განაახლოს გამოძიება დაწყებულ საქმეზე. ახლა ჩვენ დღეს როდესაც საუბრობთ, აი რა უნდა გამოიძიონ? და პრეზიდენტმა გახსოვს სისხლის სამართლის კოდექსი მიიტანა გადაცემაში და იქ საუბრობდა რომ შეხედეთ აბა რის გამოძიება უნდათო და ძირითადად თვლიდა იმ მუხლებს რომელიც არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის თავში. მაგრამ იმ თავამდე არის კიდე ერთი თავი, სადაც საუბარია სამხედრო ტექნიკის დაუდევრად დაკარგვაზე, განზრახ დაკარგვაზე. ამავდროულად ომი არის ისეთი მოვლენა, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში მოქმედი ყველა მუხლი მოქმედებაშია ომის დროს. ომის დროს ხდება ყლელობები, ომის დროს ხდება გაუპატიურება, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ თანამდებობრივი დანაშაულიც სახეზე იყო, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით იმ სიუჟეტებს, რომელიც ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი იმ პერიოდში. როდესაც სამოქალაქო პირები იჭრებოდნენ ფაქტობრივად სარდლობის კომპეტენციაში და აქ უნდა გავარკვიოთ. ხომ არ მოხდა ისე, რომ კონკრეტულად რომელიღაც თანამდებობის პირების არაკომპეტენტურობის გამო, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო ჩვენ უფრო მეტი სხერპლი განვიცადეთ, ვიდრე შესაძლებელი, ვიდრე დაუშვათ შეგვეძლო რომ თავიდან აგვეცილებინა. მეორე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საუბრობენ რა უნდა დავადგინოთ. აი მაგალითად რა უნდა დავადგინოთ. პირობითად ვიძახი. 10 კაცი, ჯარისკაცი, თუნდაც რუსეთის არმიიდან შეიჭრა რომელიღაც სახლში და მოკლა ოჯახის წევრები. კონკრეტულად ხომ უნდა იყოს გამოძიებული, ვინ იყო, რა გვარი იყო ეს 10 ადამიანი, რომ დადგეს მათი პასუხისგებლობის საკითხი კონკრეტულად მკვლელობის გამო. ხომ არ შეიძლება ადამიანი მოკლა და შემდგომში მთლიანად იძახო, რომ ეს ამ მთელმა რუსეთმა მოკლა. კონკრეტულად მკვლელობას ყავს თავისი შემსრულებელი, ხო? ეს ხომ უნდა იყოს დადგენილი ჯარის გამოძიების მიერ. მაგალითად, რომელიღაცა მთვრალი ჯარისკაცი შევიდა და ვიღაცა მოკლა. ართმევდა რაღაცას, იმან არ მოსცა და ვიღაცა მოკლა. ხომ უნდა იყოს დადგენილი ამ ჯარისკაცის გვარი, სახელი, რომ შემდგომში საქართველოს გამოაცხადოს ძებნა ინტერპოლის მეშვეობით მასზე და ის ჯარისკაცი რო აღმოჩნდება სადმე რომელიმე ქვეყანაში, დაკავებულ იქნეს და გადმოყვანილი იქნეს საქართველოში იმისთვის, რომ მან აგოს პასუხი. ასევე ხომ შესაძლებელია, რომ ვიღაცა ჩვენთან იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეშინდა და უბრალოდ შეიძლება განზრახან დაუდევრად თავისივე თანამებრძოლი იმსხვერპლა. ეს ხომ ყველაფერი უნდა იყოს დადგენილი. ხომ უნდა იყოს დადგენილი, რომ შესაძლებელია ვიღაცა თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრები და ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოკვეთილი. ამავდროულად გამოძიება იქიდანაც უნდა იმითიც უნდა დაინტერესდეს, რა წინაპირობა იყო, როდესაც კოდორს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი და მიაბეს აფხაზეთს. ახალგორი მიაბეს ცხინვალის რეგიონს. ეს რა წინაპირობა იყო? ხომ არ იყო იქ შეგნებულად გაკეთებული დაუშვათ ისეთი მოდელი, რომ უფრო გაამსხვილეს ტერიტორიები, რომელიც შემდგომში რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იმიტომ რომ თქვენ თუ დააკვირდებოდით თვითონ ცხინვალის რეგიონს, მან არ იყო ესე მარტივად საქმე. რუსეთს რომ ქონოდა ძალიან დიდი სურვილიც ცხინვალის აღიარებისა, ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა, ვერ აღიარებდა. რატომ? იმიტომ რომ იქ როგორი კონფიგურაცია იყო, რომ მთლიანად ყველა სოფელს ვერ აკონტროლებდა სეპარატისტული ხელისუფლება. იქ იყო სოფლები შიგნით შეჭრილი ტერიტორიაში, რომელსაც აკონტროლებდა ისევ და ისევ ჩვენი მხარე.
ამიტომ როდესაც მოხდა ისე რომ რაღაცა ნაწილი კიდე მიება აი ამ სამხრეთ ოსეთს და ეს ხომ უნდა გამოვიდიოთ რატო რის საფუძველზე აი რა იყო წინაპირობა როდესაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებ ამ გადაწყვეტილებას აქვს რაღაც წინაპირობა კონსულტაციები ხო ძალიან მაინტერესებს რა საფუძვლებით გადაარქვეს და დაარქვეს კოდორ ზემო აფხაზეთი ახალგორი მიაბეს დაუშვათ იგივე ცხინვალს და ასე შემდეგ და ვინ რა როლი შეასრულა ამ ომის დროს იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ სამოქალაქო პირები აქტიურად იყვნენ თავარ სარდლის როლში ახლა ჩვენ კანონის შესაბამისად უნდა განვიხილოთ ხომ არის კომპეტენცია და ზღვარი ნებისმიერი თანამდებობის პირის კომპეტენცია და ზღვარი ასახულია კანონში როგორც კი ამ ზღვარს გადაცდები ეს უკვე თანამდებობრივი დანაშაულია. თვითონ სარდლობაც რატომ არ შეგვიძლია ჩვენ სარდლობა? იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს სპეციფიკური განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი დეტალების შესწავლას, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად რაღაც მოქმედებების გასატარებლად. ამიტომ შესაძლებელია ვიღაცის არაკომპეტენტურობის გამო, რომელმაც ჩათვალა, რომ ყველაზე მეტი იცის და კუტუზოვია, მოყვა უფრო მეტი სხვერპლი. აი ეს ყველაფერი უნდა იყოს დადგენილი გამოძიებით. ახლა რაც შეეხება გამოძიებას ძალიან მარტივად შეგვიძლია დავადოთ ამ გამოძიებას გრიფის საიდუმლო ჩვეულებრივად მთლიანად რომ აბსოლუტურად არავის არ კონდეს საშუალება გაეცნოს მასალებს გარდა გამომძიებლებისა და პროკურორისა ეს ჩვეულებრივი მოვლენა ხედავთ რომ დღესაც იმ საქმეებზე რომელზეც თუნდაც დადგენილი იქნა რომ პოლიტპატიმრობაში იყვნენ ადამიანები გრიფის საიდუმლო ვერ ეხსნება და საქმის მასალების გაცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია ახლა რომელი ფორმატია უფრო სახელმწიფოსთვის მომგებიანი გრიფის საიდუმლოს ქვეშ ჩატარებული გამოძიება თუ საპარლამენტო დებატები სადაც ყველაფერი ღიად ითქმება და შეიძლება კიდე ამ კაცს ისეთი რამე წამოწდეს რომ საერთოდ რაღაც კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ექსპერტები ამბობენ რომ შესაძლებელია მოხდეს ავტოპროვოკაციები თქვენი აზრი ვაინტერესებს და ზოგადად და ასევე ჩაგკითხებით თქვენი აზრით რა შეიცვლება ხვალინდელის შემდეგ იცით რა არის ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა სტილი არ შეცვლილოს ნაცმოძრაობის მიზანი დღეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი სავარძელი ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაცმოძრაობას შეძლებს და შემდგომში თავის მინისტრს დანიშნავს ეს არის აბსურდი მაგრამ ნაცმოძრაობისთვის დღეს არის მთავარი ის რომ რამენაერად შეარყიონ ირაკლი ღარიბაშვილის სავარძელი რატომ იმიტომ რომ ყველაზე გამოკვეთილი ახლო ურთიერთობა უпростоრად დობით აღჭურვილი პირი ივანიშვილთან არის დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ამავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ ქვეყნის მართვის დროს. ამიტომ შეეცდებიან ისეთი ტიპის პროვოკაციას მოწყობას, ჩემი აზრით, მე არ ვაცხადებ დადგენილად, მაგრამ მათი სტილიდან თუ სტილის ანალიზით თუ გავაკეთებ დასკვნებს, ალბათ შეეცდებიან ისეთი პროვოკაციული მოქმედებების გატარებას რომლის შედეგაც შესაძლებელი იქნება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. ახლა საუბარი იმაზე არ არის, რომ ისინი შემდგომში თუ ამას მოახერხებენ, ბუნებრივია, დანიშნავენ საკუთარ მინისტრს, ეს ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ ის რომ თუნდაც სხვა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი და არა ირაკლი ღარიბაშვილი, ეს მათთვის მომგებიანია, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ კოალიცია არ არის ერთპარტიული. კოალიციაში შედიან პარტიები, რომლებსაც საკუთარი მიზნები აქვს და დღეს ფიქრობენ რამენაერად ისე გაძლიერდნენ, რომ ხვალეზე ბიძინა ივანიშვილთან რომ არ იყვნენ, მაინც რაღაც ბერკეტები ჰქონდეთ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში და ამ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ თუ დღეს განვიხილავთ იმას, რომ შესაძლებელია ისეთი პროვოკაცია მოხდეს, რომ საფუძველი მიეცეს სააკაშვილს გამოვიდეს და თქვას, რომ აი მე ხალხნო, ხო ხედავთ, დაუთმე კონსტიტუციური ბერკეტები, მთავრობას არ გადავაყენებ, მაგრამ აი ამ ადამიანმა ფაქტობრივად რეალურად პრობლემები შექმნა, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დაიძაბა, აგერ ხედავთ რა პროვოკაციაა და ამიტომ მე ხლა ავიღე ჩემ თავზე და ეს ადამიანი გადავაყენე თანამდებობიდან და ახლავე ვთავაზობ კოალიციას, რომ ისევ და ისევ საკუთარი კანდიდატი წარმომიდგინონ, მაგრამ ეს კანდიდატი ვინ იქნება? რომელიმე იმ სუბიექტის დაუშვათ ახლობელი, რომელიც აი ამ კოალიციაშია. ეს უკვე ასუსტებს თვითონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ დღევანდელი ამოცანა ნაცმოძრაობის არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ ისინი არ ებძვიან კოალიციაში შემავალ პარტიებს და მათ ლიდერებს. ისინი ებძვიან იმ ადამიანს, რომელმაც შეძლო აი ამ კოალიციის გაერთიანება, იმიტომ რომ თვითონ იციან, რომ
ბიძინა რო არა, თვითონ აი ამ პარტიებსაც დიდი რეიტინგი არ ქონდათ, რომ მაინც და მაინც პოლიტიკური პროცესებზე რაღაც ზეგავლენა მოეხდინათ. ამიტომ მათი ამოცანა ტაქტიკურად და სტრატეგიულად იქნება აი ამ პოლიტიკური პრობლემის შექმნა აი ამ პირისთვის და მასთან ყველაზე დაახლოებულ ადამიანებთან და ადამიანებისთვის და ესეთი ადამიანი არის დღეს ირაკლი ღარიბაშვილი. ხო, მხოლოდ ღარიბაშვილის წინააღმდეგ იქნება, იმიტომ რომ დღეს ღარიბაშვილი არის ყველაზე ახლო პირი ბიძინა ივანიშვილთან და ნდობით აღჭურვილი პირი. შინაგან საქმეთა მინისტრი კი არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ დღეს ნაცმოძრაობის ამოცანა არის პოლიტიკური დარტყმა თვითონ ბიძინა ივანიშვილზე და მის კადრზე, ეს არის ღარიბაშვილი, რომელსაც ის ყველაზე მეტად ენდობა. გამოუვათ თუ არ გამოუვათ, ეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თუნდაც დაგეგმილი პროვოკაცია სისრულეში ვერ განხორციელდეს, მას აქვს ამის საშუალება. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს თავიდან აიცილოს თუნდაც დაგეგმილი პროვოკაცია. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენც რაღაცა დავგეგმოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ განვახორციელოთ ეს სისრულეში. გახსოვთ თქვენ 8 თებერვალი, ერთადერთი ვიზეც მიმდინარეობდა მიზანმიმართული დარტყმა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. და თუ გახსოვთ თვითონ გუნდიდანაც, კოალიციიდანაც რამოდენიმე განცხადება გაკეთდა იგივე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მე გულისხმობ კოალიციას. ასე რომ სურველები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღარ იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, არის ძალიან ბევრი სურველი. უბრალოდ და მათ შორის კოალიციაშიც. ამიტომ დღეს ბევრი უმიზნებს შინაგან საქმეთა მინისტრობას. კოალიციაში გულისხმობ ყველას, იმიტომ რომ კოალიცია არ არის ერთპარტიული, კოალიციაში არიან სუბიექტები, რომლებსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ხვალეზე ბიძინა რო არ იყოს, ისინი მაინც უნდა იყვნენ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ამისთვის ემზადებიან და რაღაც სახელისუფლებო ბერკეტებთან ახლოს დგებიან. რომ ხვალე რომ ეს ადამიანი წავიდეს პოლიტიკიდან, მათ მიეცეთ საშუალება რეალურად იმ ბერკეტების გამოყენებით, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. და შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითონ როგორც უწყება, ეს არის ერთ-ერთი ამის გარანტორი. იმიტომ რომ გახსოვთ, რომ იგივე ვანო მერაბიშვილმა თუ რამე პოლიტიკური ქულები მოიპოვა, ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოპოვებული ქულები და წონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა თანამდებობა, თუნდაც პროკურორის თანამდებობა. მე მოგახსენებთ. ახლა როგორი კონფიგურაცია არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ გაერთიანებული ხალხი, რომლებიც ატარებდნენ სხვადასხვა ინტერესებს და რომლებსაც სურდათ, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ქონოდათ და მეტი მისვლის საშუალება ქონოდათ იმ დიდ კორუფციულ ჭაობთან, რომლის მისასვლელი გზებსაც აკონტროლებდა რამოდენიმე ადამიანი. ყველას ჰქონდა დოზირებულად მისვლა კორუფციულ ჭაობში. ვიღაცას ჰქონდა რაღაცის შოვნის საშუალება, მაგრამ იმაზე მეც როგორც კი შოვიდა, ის ეგრეთ წოდებული მაყურებლები ეგრევე პრობლემას უქმნიდნენ. და ვიღაცები რანგირება იყო. აი შენ შეგიძლია ამდენი, შენ შეგიძლია ამდენი და იყვნენ ხალხი, ვისაც ყველაფერი შეეძლო. ახლა რა თქმა უნდა, ქვემოთ ვინც იყო, იმათ სურვილი ჰქონდათ, რომ ისინიც ყოფილიყვნენ ისეთები, რომ ყველაფერი შეძლო. ამან წარმოქმნა რაღაც პრობლემები ნაცმოძრაობაში. გარდა ამისა, თვითონ პოლიტიკურადაც სხვადასხვა კონფიგურაციით იყო იქ წარმოდგენილი, თუნდაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულობებით იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა ძალები, ხო? ჩვენ ვიცით ლიბერალები მათი ხედვა და ჩვენ ვიცით აქეთა მხარე. დღეს როგორი პროცესია? როდესაც პრობლემა აქვს უკვე ამ ორგანიზაციას, ჩვენ ხედავთ, რომ ნაცმოძრაობა იმიჯნება ახალაიებს, სამივე ახალაიას და ამ ვინაიდან პრეზიდენტმა გააკეთა ასეთი განცხადებები ადეიშვილზე, ალბათ ადეიშვილსაც, ხოლო თვითონ ნაცმოძრაობა ხო დარჩა ყველა მინუს ეს 4 ადამიანი.
ახლა ამ ნაცმოძრაობაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნდათ გაემიჯნონ ვანოს, იმიტომ რომ ვანოს მიმართაც რო არის აგრესია ხალხში. ესენი არიან ალბათ აი ბოკერიას მეგობრები, რომლებიც არიან პარტიაში, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმ ევროპული კავშირებით, რომელიც მათ გააჩნიათ, იმ ხარდაჭერით, რომელიც გააჩნიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩამოაყალიბონ ისეთი პარტია, რომლის მიმართაც ნაკლებად იქნება კითხვის ნიშნები დასმული საზოგადოებიდან, ამავდროულად შეხედეთ მათ კონფიგურაციას. დღეს რას აკეთებენ? მრავლდება არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ყოფილი ხელისუფლების პირები არიან მოქმედებაში და ამავდროულად ისინი ცდილობენ საზოგადოებას თავი წარუდგინონ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც უბრალოდ მხოლოდ ანალიზს უკეთებენ არსებულ მოვლენებს და არანაირი კავშირი ნაცმოძრაობასთან მათ არ ჰქონდათ და ამავდროულად პოლიტიკურად მიუკერძოებლები არიან. ეს სულ 7 თვეში მას შემდეგ რაც ხელისუფლებიდან წავიდა ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, როგორ გაძლიერდებიან ეს ორგანიზაციები დაახლოებით 2 წელიწადში. დღესაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მედია სივრცე უკვე ოკუპირებული აქვს ამ ხალხს, უკვე რეალურად საზოგადოება იცნობს მათ როგორც რაღაც აკადემიური და ნამდვილად აკადემიური ცოდნით არიან ეს ადამიანები, იქ წარდგენილები, მაგრამ ბუნებრივია მათ რა პოლიტიკური მიზნებიც აქვს და პოლიტიკურ მომავალზეც ფიქრობენ. ამიტომ მოხდება რა სქემები. აი ეს ლიბერალური ფთა, როდესაც გამოეყოფა, იქნება რაღაცა პარტია, არ ვიცი რა დაარქმევენ, ამავდროულად იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ამ პარტიას გაამაგრებენ და ერთიანი ფრონტით იქნებიან წარდგენილები პოლიტიკურ სივრცეში. და მოვა დრო, ეს ჩვენთვისაა დაუშვათ 5, 7, 8 წელი რაღაც დიდი მონაკვეთი, მაგრამ პოლიტიკისთვის 7, 8, თუნდაც 10 წელი არაფერია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 10 წელი რო იყავი ხელისუფლებაში, ახლა 7-8 წელი რომ მეორე ძალად დაფიქსირდე, მათთვის პრობლემა არ არის, მით უმეტეს, როდესაც პროცესებში ხარ, ყოველთვის ჩაბმული. ამიტომ დღეს ნაცმოძრაობის ამოცანა ნებისმიერ არჩევნებში, თუნდაც ამ შუალედურ არჩევნებში არ არის მოგება. ძალიან კარგად იციან, რომ ვერც ელთოლკს ვერ მოიგებენ და ვერც საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებენ და ვერც თვითმმართველობის არჩევნებს ვერ მოიგებენ. ეს არის გამორიცხული, მაგრამ მათი ამოცანა არის, რომ ყველა არჩევნებში დააფიქსირონ მეორე ადგილი, რომ შემდგომში უცხოელებთანაც გქონდეთ საშუალება, რომ აი შეხედეთ, ჩვენ მეორე ძალა ვართ, ასე რომ ჩვენს გარეშე ვერაფერი ვერ იქნება საქართველოში და თვითონ ოცნებაც დაარწმუნონ, რომ მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესების მართვა შეუძლებელი იქნება. დღესაც ხედავთ რომ ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. მეორე ძალაა და ამიტომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ჩვენ იძულებულები ვართ თანამშრომლობისთვის. იმისთვის რომ ეს ყველაფერი იყოს დასაბუთებული, ზუსტადაც მეორე რიგით მეორე მხარდაჭერა უნდა დააფიქსიროს ნაცმოძრაობამ სხვადასხვა არჩევნებში. რომ შემდგომში ყველა პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა როგორც მეორე ძალა. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ოქტომბრის შემდეგ, იმიტომ რომ დღეს თვითონ ლიბერალური ფთისთვისაც არ არის მიზანშეწონილი, მანამ სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი, დაიწყო ნაცმოძრაობის დაშლის პროცესი. რამენაერად თუ შეძლებენ მივლენ ერთიანად მინუს ნუის ხალხი, რომელზეც არის საუბარი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება გაყოფა უკვე ჩვენთვის დაუშვათ ვიზუალურად დადასტურებული, თორე რომ გამოვიდნენ ახლა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეიქმნა და რომელიც ძლიერდება ახლა, სხვათა შორის ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აქვს ამ ორგანიზაციებს, აი იქ არიან ზუსტად ეს ხალხი წარმოდგენილი. რა ბრძანეთ? იცით რა არის, უგულოვა თვითონ არის მძიმე მდგომარეობაში, რატომ? იმიტომ რომ რეალურად ჯერ ის არის ერთ-ერთი სახე, რომელსაც უკავშირდება რაღაც სისხლის სამართლის საქმეები. თვითონ უგულოვას შეიძლება ძალიან ბევრი სურვილი ჰქონდეს, ან ვინმეს ჯგუფში იყოს, მაგრამ მეორეა რომ იმ ჯგუფს აქვს თუ არა სურვილი რომ უგულოვა იყოს მათი სახე, იმიტომ რომ ისინი ალბათ შეეცდებიან უფრო სუფთა სახეებით იყვნენ წარდგენილები რაღაც მესამე აი ამ ლიბერალურ პარტიაში და ეს არ ვიცი ახლა პროცესები როგორ განხორციელდება. უგულოვას რომ ამის სურვილი ექნება, ალბათ ფაქტია, მაგრამ ექნებათ თუ არა იმათ სურვილი რომ უგულოვა იყოს მათი სახე,
ეს მეორე ფაქტი, მეორე მომენტი. მადლობა. არის.